მოგესალმებით ყველას. ეს ჩემი მეორე ვიდეოა და ბუნებრივია ეძღვნება ამერიკის არჩევნებს. 5 ნოემბერს შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები და დონალდ ტრამპმა გამანადგურებელი ანგარიშით 312 ხმით 226-ის წინააღმდეგ კამალა ჰარისი დაამარცხა. ესეც არ იკმარა და რესპუბლიკელებმა მისი ბუნებრივია მხარდაჭერით აიღეს სენატი და ქვედა პალატაც დღევანდელი მონაცემებით 8 ნოემბერს იწერება ეს ვიდეო. ქვედა პალატასაც ინარჩუნებენ. ამას დაემატა ის, რომ უზენაეს სასამართლოში 9 მოსამართლეა და 6 რესპუბლიკელების მხარდამჭერი მოსამართლეები არიან. ფლეშ როიალი დასვა. როგორც იტყვიან. ესე იგი, რა შეიძლება ითქვას? დონალდ ტრამპს დაუჭირა ამერიკის მოსახლეობის იმ კატეგორიამაც, ვისი მოლოდინი სიმართლე გითხრათ, არც მე და არც ამერიკის საზოგადოებას არ ქონდა. მე გულისხმობ ტრამპის მომხრე საზოგადოების ნაწილს. დაუჭირეს აფროამერიკელებმა, ლათინოსებმა და სხვა უმცირესობებმა. აქვე აღნიშნოთ, რომ ცნობილი ორგანიზაცია BLM-ი, მის ლიდერი არის ერთ-ერთი თუ მთავარი მარკ ფიშერი, მანაც კი მხარი დაუჭირა ტრამპს და მნიშვნელოვანია ეს კიდე, რომ მამაკაცები აქტიურობდნენ ძლიერ და დაითვალეს სტატისტიკურად მამაკაცთა უმრავლესობამ, აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მიცა დონალდ ტრამპს. ასევე არ ჩამოვარდებოდნენ ქალბატონები. არა და მოლოდინი იყო, რომ ქალთა უმრავლესობა ის ყბადაღებული აბორტების თემის გამო მხარს დაუჭერდნენ კამალა ჰარის, მაგრამ არა, ქალთა უმეტესმა ნაწილმაც მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპს. ესეთი რამა მოხდა. და როგორც ჩანს, ამერიკის საზოგადოებას ეს ჩემი პირადი დასკვნა არ არის მხოლოდ, ესე ამბობენ მედიაშიც, საინფორმაციო წყაროებში. უბრალოდ მობეზდა ის თავს მოხვეული ფსევდოლიბერალური პოლიტიკა, რაც გულისხმობს ტრანსგენდერულ coming-out-ებს, რაც გულისხმობს მოზარდებში სექსუალური გაუყურმართების პროპაგანდას, სქესის შეცვლას და ასე შემდეგ. ასევე რაც გულისხმობს სკოლებში ამ ყველაფერს ისე დანერგვა, რომ მშობლები საქმის ყურში არ არიან. 11 წლის შემდეგ შესაძლებელი იყო დემოკრატების ინიციატივით ბუნებრივია რიგ შტატებში და რიგ სკოლებში ბავშვებისთვის ესადვის მანიპულაცია ჩაეტარებინათ მშობლის დაუკითხავად. ასევე შესაძლო იყო, რომ დაუშვათ მოზარდს ეჩივლა რაღაც პირობითად სასკოლო დირექციაში ან ადმინისტრაციაში თავის მშობელზე და მშობელი დაებარებინათ და სერიოზული განკითხვის წინაშე დაეყენებინათ იმ დონემდე, რომ შესაძლოა დაუშვათ 6 თვიდან და ზემოთ უფლებები შეეზღუდათ მშობლის. წარმოიდგინეთ. ის წინა ვიდეოშიც გითხარით, კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი იყო კაცი, რომელმაც საშუალო სკოლებში უკაცრავად და ვაჟების საპირფარეშოებში ქალთა ჰიგიენური საშუალებები განათავსეს რატორისთვის, ამას ახსნა დღემდე არ ქონდა და კიდევ კარგი ისე დამთავრდა, როგორც და დამთავრებულიყო. და ამ ყველაფერს იმედი მაქვს დაისვა წერტილი. ბუნებრივია ამ ტრამპის გამარჯვებას არ შეეგუებიან დემოკრატიული შტატები, მე დიდ დემოკრატიულ შტატებს გულისხმობ, თორემ პატარებს ახლა ნაკლები გავლენა აქვთ და ძალაუფლებაც ნაკლები აქვთ. მე გულისხმობ ნიუ-იორკის შტატს და კალიფორნიას. კალიფორნია ძირითადად სულ დემოკრატიულია და რაღაც 40%-მდე არის იქ რესპუბლიკელების მომხრე. რაც შეეხება ნიუ-იორკის შტატს, სადაც ქალაქ ნიუ-იორკში მე ვცხოვრობ. ქალაქი ნიუ-იორკი არის დემოკრატიული, მაგრამ ეგრეთ წოდებული აპსტეიტი, ანუ ქალაქის
გარე ნაწილი და ფაქტობრივად ნიუ-იორკის შტატი რუკაზე რო დახედოთ არის ქვედა ნაწილში არის თვითონ ქალაქი განლაგებული, ხოლო ზემოდან ეს ძირითადი შტატი მდებარეობს ესეთი ჩრდილოეთი მხრიდან ქალაქ ნიუ-იორკიდან. ნიუ-იორკზე და მოკლედ ესე ქუდა დადებს და ნიუ-იორკის შტატის არა ქალაქის მოსახლეობა ძირითადად არიან რესპუბლიკელები, კონსერვატორებიც კი. და მოკლედ დაჯდა ესეთი შედეგი და გამწვიფრებას არის ყველა, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ მეც რომელმაც დავუშვათ იმედი გადავიწურე ამერიკის საზოგადოებაზე და ხშირად ვამბობდი, რომ ამერიკის შეერთებული საზოგადოების 50% ავად არის, აი ამ არასწორი რაღაცა უზნეო პოლიტიკის პროპაგანდის გამო, თურმე რესურსი ქონია საზოგადოებას და კიდევ კარგი და მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. 312-226-ზე ხომ გაიმარჯვა, მაგრამ პირდაპირ ხმების დათვლის რაოდენობითაც 5 მილიონი ხმით აჯობა. ეს იშვიათობაა, ეს ბუნებრივია 2016-ში შეგახსენეთ ტრამპმა გაიმარჯვა ჰილარი კლინტონთან, მაგრამ ხმების უბრალო რაოდენობა ქონდა კლინტონს. მაგრამ ხომ იცით აქ არაპირდაპირი არჩევნებია და დელეგატების ხმები ესე გადანაწილდა, რომ ტრამპმა მოიგო. აი რაც შეეხება წინა არჩევნებს 2020 წლის. იქ მოიგო იცით ყველამ ბაიდენმა და შემდეგ ეს ბოლო 4 წელი როგორ იცხოვარ ამერიკამ, ვინც არ იცით, მე ჩემი გითხარით და დანარჩენი ინფორმაციაც ხა მოიპოვება. მე უბრალოდ შემას მოგახსენებთ ერთი ქართველი მაცხოვრებლის, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და აი ამ ყველაფერს თავის თვალით ადევნებს და ბუნებრივია, მე რაცაც აქვს საუბრობ, ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია. შეიძლება გაიზიარო და დამეთანხმოთ, შეიძლება არა. ეს თქვენი ნებაა. აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხს მინდა ხაზი გაუსვა, რომ 2016-ში ტრამპმა გაიმარჯვა. იმაზე კარგი შედეგები ჰქონდა 2020-ში, მაგრამ დადგა ის შედეგი, რაც დადგა, ყველამ ვიცით, ხო? და ეხლა გაიმარჯვა საკმაოდ დიდი განდიკაპით. აქ ჩდება ეჭვი ანალიტიკოსებშიც, რომ დინამიკა იყო ესეთი, რომ 2016-ში გაიმარჯვა მცირე უპირატესობით, მაგრამ 2020-ში ქონდა მეტი რესურსი. 2020-ში არ გაამარჯვებიეს თუ როგორც მოხდა და სამაგიეროდ ეს დაგროვილი მუხტი 2024 წლის არჩევნებში წამოეწია ტრამპს და დააგვირგვინა მისი გამარჯვება. კიდევ რა შეიძლება ითქვას? კიდევ შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლისგან განსხვავებით, როცა იგი პრეზიდენტად დაინიშნა, წინა ვიდეოშიც გითხარით, რომ არასისტემური პოლიტიკოსია და ტრადიციული გაგებით, რაღაც მინისტრთა კაბინეტი, ესეთი როგორც წარმოუდგენია ყველას, ესე არ ყავს. ანუ მისი პირადი გუნდი არის მისი ოჯახი. და გითხარით ხო, რომ დაუშვათ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი შესთავაზა უფროსმა შვილმა სიძე ბერნარ კუშნერი ბოდიშით ხელმძღვანელობს და უყურებს ახლო აღმოსავლეთის ტრეკს და ქალიშვილი ძალი დაკავებული არიან, ესე ვთქვათ, PR-ით, რაღაც მარკეტინგული სვლებით და გამოვიდა, რომ ჩემდა გასაკვირვად მე გარკვეული სკეპსისი მქონდა ამ ყველაფრის მიმართ, რომ იგი შეძლება გამარჯვებას, მაგრამ გაიმარჯვა იმიტომ, რომ ისე პირადი ხარიზმით და როგორც აღმოჩნდა, ზუსტი პედალირებები გააკეთა ემოციურ ნაწილებზე საზოგადოების. რაც მე ჩამოვთვალე. ზემოთ. მნიშვნელოვანი იცით რა არის კიდე, რომ 350 მილიონი მოსახლე არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბოლო 4 წლის განმავლობაში არავის აღურიცხავს, მაგრამ ამბობენ, რომ მილიონობით ემიგრანტი დაემატა. შეიძლება 10, შეიძლება 12 მილიონი, არავინ იცის. აი წარმოვიდგინეთ, ავიღოთ 360 მილიონიანი ქვეყანა, დავუმატოთ ეს ემიგრანტთა ნაწილი, ხო? 210-220 მილიონი სხვადასხვა მონაცემებით. ამერიკის შეერთებული შტატები არის მორწმუნე საზოგადოება. ხო, სხვადასხვა რელიგია, სხვადასხვა კონფესიები, ევანგელისტები, კათოლიკები არიან ძალიან დიდი
მასა არის მაჰმადიანთა მუსლიმები არიან უამრავი ჩინელი, ანუ ბუდიზმიც საკმაოდ ესეთი მყარად არის წარმოდგენილი და კიდე სხვა მრავალი კონფესია. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ არ შეიძლებოდა იმ პოლიტიკის თავზე მოხვევა, რასაც დემოკრატიული პარტია აპირებდა ამ არჩევნებზე და რაც განახორციელა განვლილი 4 წლის განმავლობაში. და რაც ქონდა კამალა ჰარის ეგრეთ წოდებული სავიზიტო ბარათად. არ მიიღო ეს ხალხმა. და ეს არ ყოფილა თურმე უცნაური, ეს ესე მოხდებოდა ალბათ. ამის წინაპირობა ალბათ 2020-ში იყო, მაგრამ ძნელია ხა თქვა, რომ გააყალბეს, ჩაუყარეს, ტრამპს ხმები დაუმალეს და რაღაცა. გასაგებია ხა ეს ვარაუდებია და ჭორობა გამოვა, მაგრამ ალბათ მაშინაც რაღაც შედეგს მიაღწევდა. ეხლა ეს შედეგი არ არის მხოლოდ 4 წლის, ხვდებით? ეს 2016 წლიდან დაგროვილი ხმების რაოდენობა. რაც ბუნებრივია, მე ესე მგონია და მე მიმაჩნია, რაც ბუნებრივია, დადებითად აისახება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფაზე. იმიტომ რომ უაზროდ გაძვირებული ყოფა ნებისმიერ ვარიანტში, საწვავი სასურსათო კალათა ყოველი ოჯახის პირადად ჩემი ყოველ კვირას უგზნობ რომ ემატება ფასები ყველაფერს. პირადი დაუცველობა, პოლიციის თანამშრომლები და დემოკრატიულ შტატებში პოლიციის სამსახური გადაყვანილია სოციალურ სამსახურის დონეზეა დასული. წარმოგიდგენიათ? ანუ კი, დადიან ქალაქში, ჩანან, ისმის სირენები მოძრაობენ, მაგრამ რეალურად ძალაუფლება არ აქვთ. ყოველი დაკავების მერე სასამართლო დარბაზიდან მათ ანთავისუფლებენ. აი წარმოიდგინეთ, დამნაშავეებს, კრიმინალებს, ემიგრანტებს, რომლებიც ჭარბად ჩადიან დანაშაულს ქვეყანაში. და ამას ყველაფერს უნდა ადრე თუ გვიან დასმოდა წერტილი. მე სიმართლე გითხრათ, იმედი არ მქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, საღიაზრი არსებობს საზოგადოებაში და ბოლო-ბოლო თვითგადარჩენის ინსტინქტმაც გაიყვიძა ალბათ. რაც შეეხება ორ ფიგურას ვიტყვი, რომელსაც როგორც იტყვიან, წყალი არ გაუვა, ეს ორი ფიგურა იქნება ტრამპის გუნდში, სამთავრობო გუნდს გულისხმობ. ერთი არის ილონ მასკი, რომელიც ალბათ ჩაიბარებს როგორც აქ ამბობენ ბიუროკრატიული აპარატის კონტროლს, ან ჩაატარებს წმენდას, გამოავლეს კორუფციულ გზებს და ფოტოს კი განთავსდა 2 დღის წინ, რომ ვითომ კონგრესში, ვითომ თეთრსახში ილონ მასკი მივიდა ესეთი ნიჟარით, აბაზანის ნიჟარით, პირსაბანით, ანუ პირსაბანის ნიჟარი და ვისაც გახსოვთ, როცა ტვიტერი გადაიბარა, იქ უკვე ყოთ ნამდვილად აი ამ პირსაბანის ნიჟარით მივიდა და ეს იყო ნიშანი, რომ ჩაატარა დიდი წმენდა და ჩასარეცხი ალბათ მართლაც ჩარეცხა და გაატარა ამ ნიჟარაში. აი ესეთი მემი დაიდო. ვნახოთ კონკრეტულად რომელ თანამდებობას შეურჩევს და დარწმუნებული ვარ, რომ მასკს ნამდვილად არ აქვს არც უკან დასახევი, არც კორუფციულ გარიგებებში არ შევა, იმიტომ რომ უმდიდრესი ადამიანია დედამიწაზე და აქვე უნდა ვთქვათ, რომ ცოტა არ იყოს გაბრაზებულიც კი არის ამ დემოკრატიულ დღის წესრიგზე, იცით ალბათ მისი ვაჟის ამბავი, რომელიც იყო ვაჟი, შემდეგ მოახდინა ტრანსგენდერული გადასვლა და ეხლა საერთოდ უარყო მამამისი, უარყო გვარი და აი ამ ტრამპის გამარჯვების შემდეგ საერთოდ აპირებს თურმე დატოვოს ამერიკის შეერთებული შტატები. და როგორც ჩანს, ილონ მასკმა იცის რაც უნდა გააკეთოს. და მეორე ფიგურა არის რობერტ კენედი, როგორც მას ბობ კენედით მოიხსენიებენ, ის ჩაიბარებს ჯანდაცვას. როგორ ახ ჯანდაცვის მინისტრი პირდაპირ დაუშვათ კომისიის თავმჯდომარე ქვედა პალატაში თუ რამე სხვა უწყება შეიქმნება, არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად გადაწყვეტილია და გამარჯვების ღამეს თავის სპიჩში მან მოიხსენია კენედი და ილონ მასკი და კენედი მოიხსენია ესე, რომ ყველაფერს მიაქციე ყურადღება, ყველაფერი აკონტროლე, ოღონდ წიაღისეული დაგვიტოვე ჩვენ, ანუ იგულისხმა ნავთობი ძირითადში. აქვე ვიტყვი, რომ
მენავთობები გახარებულები არიან, იმიტომ რომ ტრამპის ბრძანებით შეიძლება ის მოხდეს იანვარშივე, შეიძლება ერთი თვით გადაიწიოს, კვლავ დაიწყება ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის მოპოვება, გაყინულ ჭაბურღილებს გახსნიან, ამას დრო უნდა და ასე შემდეგ, მაგრამ პროცესი დაიწყება. და რობერტ კენედი იყო კიდე ცნობილი იმით, რომ იყო დიდი ანტივაქცინისტი. ამ კამპანიას უძღოდა წინ და ეხლა ამბობენ, რომ შესაძლოა რევიზიაც კი ჩაატაროს თუ როგორ ტარდებოდა ვაქცინაცია ამერიკაში. დაინტერესდება Big Pharma-ი, Big Pharma-იც ეს დიდი გიგანტია, ფარმაცევტული გიგანტი, რომელიც კარტელური ტიპის ორგანიზაცია ფასებს თვითონ ადგენს და როგორც ყველა ამბობს, იგივე მომიჯნავე კანადაში, ერდე იგივე პრეპარატი, რაღაც მე მგონი 5-ჯერ თუ 7-ჯერ უფრო იაფიღეს, შესაძლოა 10-ჯერაც. მოკლედ, Big Pharma-საც დაეჭიდებაო. ვაქცინებზე მოგახსენეთ, არ არის გამორიცხული, რომ ბატონ ფაუჩისაც მიადგეს და როგორც ჩანს, მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის დაფინანსებას ან შეწყვეტს, ან შეამცირებს, ოღონდ გარკვეული რევიზიის ხარჯზე, იმიტომ რომ რაც ჯანმომ გააკეთა ბოლო 4 წლის განმავლობაში, კოვიდის პერიოდიდან მოყოლებული, ეს ყველა მისის საქართველოშიც კი. ეხლა აქ მოხდა ერთი საოცარი რამ. მინელდა არჩევნები და დემპარტიაში დაიწყეს დამნაშავის ძებნა. და სახალისო ის არის, რომ კლინტონის დაჯგუფებამაც, ობამას დაჯგუფებამაც, თავად კამალა ჰარის, მაგრამ კამალა ჰარისი არასდროს არაფერი არ ყოფილა, ეს დასმული ფიგურა იყო, როგორც მოიყვანდნენ, ისე წაიყვანდნენ, მას არავინ არ იკითხება. მე ვამბობ, მე გულისხმობ ძირითადში დაჯგუფებებს, ანუ აი კლანურს, ანუ ოჯახურს არ აქვს მნიშვნელობა. ობამას ხალხიც, კლანიც, ოჯახიც, როგორც გინდათ მოხსენეთ, კლინტონის, გარკვეული ცალკეული ჩინოვნიკები, გუბერნატორები დემოკრატიული პარტიიდან ეძებენ დამნაშავეს თუ ვისი ბრალია, ან რისი ბრალია, რომ ეს შედეგი დადგა. და ახლა დაიწყეს ისრების გადაყვანა თავად ჯო ბაიდენზე. და ძირითადი მიზეზი ის არის, რომ დიდი ხანი ურჩობდა, არ დანებდა თავის პარტიის წინადადებას, რომ გამოთიშულიყო ნებით საარჩევნო კამპანიიდან და როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო, უკვე კამალა ჰარის მცირე დრო ქონდა დარჩენილი და თურმე ვერ მოასწრო ჯეროვანი საარჩევნო კამპანიის წარმოება. წარმოიდგინეთ, $1 მილიარდი ქონდა, $1 მილიარდი და საწავიდა, იცით? აი შოუმენებთან ბიონსე მოიწვია კონცერტი მოაწყო ერთ-ერთ რალიზე ამას წინათ. იქ ჰოლივუდის ვარსკვლავებთან რაღაც პიარ აქციები და აი ამ ტალღაზე, აი ამ სააგიტაციო პროპაგანდაზე, ამას თუ სააგიტაციო პროპაგანდა ქვია, $1 მილიარდი ქონდა დემპარტიას და ფაქტობრივად შედეგს ვერ მიაღწიეს ვერანაირს. ჭიდილი რო ყოფილიყო, ცოტა ხმა დაუშვათ, საჩივრების უფლება მაინც ექნებოდათ. უფლება ეხლაც აქვთ, მაგრამ ხედ იციან რომ აზრი არ აქვს. ხვდებით, საერთოდ არანაირი შედეგი არ დაიდო. ამხელა ფულის და სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსების ხარჯზე. ეხლა მიადგებიან ალბათ ჯო ბაიდენს. აი საოცარია რა. რაც შეეხება საქმიან წრეებს. ესე იგი, 5-ში ტრამპმა გაიმარჯვა და 6 რიცხვში საფონდო ბირჟებზე ყველა წამყვანი კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა. ბიტკოინის ფასი არანორმალურად გაიზარდა. ეს რას ნიშნავს? რომ ბიზნეს საზოგადოება ამერიკის შეერთებული შტატების ადეკვატურად აღიქვა ტრამპის გამარჯვება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რო ეჭვქონდა მე პირადად, რომ Wall Street-ი დაუშვათ ეწინააღმდეგებოდა ტრამპს, როგორც ჩანს, თადესი არ ყოფილა საქმე. და გარკვეული ნაწილი ხარს უჭერდა და რითიც ახლა ფაქტობრივად აი ამ საფონდო ბირჟის პირველმა დღე არჩევნების მერე აჩვენა ის, რომ ბიზნეს გარემო ემხრობა დონალდ ტრამპს.
აქ კიდე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არჩევნების დღეს, როგორც პირველ ვიდეოში გითხარით, მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ სოროსმა 200 რადიო შეიძინა, რადიოსადგური გითხარით ალბათ, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ როგორც ყველგან რადიოს უსმეს ალბათ ამერიკის მოკლედ სახელმწიფოს მოსახლეობის 99%. ავტომობილში, სამზარეულოში, აბაზანაში ხვდებით როგორც ხდება. მიუხედავად აი ამ ხელა აგით პროპაგანდისა, ყველა სატელევიზიო არხი CNN-დან დაწყებული რომ მოუყვეთ NBC, SNBC, CBS და ასე შემდეგ, თან ეს დიდი არხებია, Fox-ის გარდა იყო დემპარტიის აქტივში. მაგრამ მოხდა ორი უცნაური რამ. ჯეფ ბეზოსმა იცით ვინც არის? აი აქ მიწერია მისი კონკრეტული აქტივობა, ესე იგი ერთი კვირით ადრე ბეჭდური მედიის მაგნატია, პლუს გარდა ბეზოს გარდა იმისა, რომ ამაზონი აქვს, ასევე აქვს ვაშინგტონ პოსტი. და ვაშინგტონ პოსტმა გამოაცხადა ერთი კვირით ადრე, თუ ორი კვირით ადრე, რომ იგი ნეიტრალური იყო, ეს წინა ვიდეოშიც თქვი. ბევრმა ეს არ დაიჯერა, ბევრმა თქვა, რომ ფეიკი იყო, ბევრმა იქ სადღაც ჩათვალა, რომ ეს ალბათ უფრო აგით პროპაგანდა იყო, ან რას ნიშნავს ნეიტრალურობა, ზეწოლა ხომ არ იყო ჯეფ ბეზოსზე, ხა უდიდესი ფიგურა, უმდიდრესი ადამიანია, სამეულში შედის. მაგრამ ეს განცხადება რო გააკეთა მან, მე მასვე იმ დღეს მოყვა ლოს-ანჯელეს ტაიმსის განცხადება, წარმოვიდგინეთ ხა ეს. იქით სანაპიროდან ანალოგიური ბეჭდური მედია. აი ამ ორმა გაზეთმა რომ თქვა, რომ ჩვენ არც ერთ კანდიდატს ხარს არ უჭერთ, როგორც ეს პირველი ნიშანი იყო, რომ მედია გარდა იმ ტოპ 5 ტელევიზიისა, 4 ტელევიზიისა, ხო? გამოდიოდა, რომ აი საშუალო და ქვედა რგოლი ფაქტობრივად დემოკრატიულ პარტიას უკვე მხარს აღარ უჭერდა. და ესეც აღმოჩნდა. პლუს მიზანმიმართული ზუსტად გათვლილი საარჩევნო რალი ქონდა ტრამპს, გახსოვთ ალბათ, რომ ჯო ბაიდენმა ტრამპის მომხრეები ნაგავად მოიხსენია და მე გახსოვთ როგორ უპასუხა, ანუ ისევე ნაგვით კი არ დაუბრუნა, რამეთ ის პირობითად რაღაცას ალეგორიული დადგა სცენა დადგა, ნაგვის მანქანას შეახტა და რაღაცა გარკვეული ერთი 50-100 მეტრი გაიარა. გასაგები იყო რისთვის. მოკლედ, აი ესეთი უცნაური რამ მოხდა. ერთი შეხედვით. რატომ? იმიტომ რომ წინასწარი გამოკითხვებით დემპარტია ლიდერობდა. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის ეჭვმეპარებოდა exit poll-ებში, ეს საქართველოშიც ასე იყო, სომხეთში სხვათა შორის, რუსეთში არ ტარდება და კიდე რიგ სხვა ქვეყნებში. რატომ? იმიტომ რომ როცა ხალხი არის დაღლილი და როცა საზოგადოება განიცდის წნეხს და გძნობს, რომ სისტემასთან ჭიდილში იგი დამარცხდება, ამჯობინებს ჩუმატყოფნას ან გამოკითხვის დროს სასურველი პასუხის გაცემას, გამოკითხველის მხრიდან ბუნებრივია დასმულ კითხვას. მაგრამ როცა მიდის ურნასთან, ის აკეთებს თავის არჩევანს. აი ესე მოხდა აქაც. ამიტომ მე მგონი უახლოეს მომავალში exit poll-ების სისტემა ალბათ უკვე დაკარგავს აქტუალურობას. ეს თბილისის არჩევნებზეც ნათლად გამოჩნდა. მე თბილისზეც ვიტყვი. თბილისში ახლა არ ვიმყოფები და არ მიმიღია არჩევნებში მონაწილეობა. საქართველოს არჩევნები ბოლოსთვის მოვიტოვე. რა შეიძლება კიდე ითქვას? თავებად მაქვს ჩამოწერილი რამე რომ არ გამომჩევს რა. ტრამპს ეხლა აქ რეალურად 2 წელი. და რატომ 2 წელი? ქვედა პალატაში ცვლილებები ხდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. ბუნებრივია მის არჩევნებზე, მის პრეზიდენტობის პერიოდში დაემთხვევა, მაგრამ შესაძლოა
ტრამპის ადმინისტრაციის არასწორი ფუნქციონირების შემთხვევაში ქვედა პალატა დემოკრატებმა აიღო. ანუ ტრამპი ყველაფერს შეეცდება გააკეთოს, რომ თავის საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში შეინარჩუნოს უმრავლესობა როგორც ქვედა პალატაში, ასევე სენატში. ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, რასაც ვერ ახერხებდა 2016 წელს, ანუ ბრძანებების გამოცემის დროს, რომელიმე პალატაში ეკიდებოდა სისტემაში, ან იბლოკებოდა და ასე შემდეგ, ეხლა მსგავსი რამე არ მოხდება. მაგრამ უნდა დაიწყოს 20 იანვრიდანვე, ინაუგურაციის დღიდან, რომ 2 წლის თავზე ქვედა პალატა არ დაკარგოს. ანუ უნდა გააკეთოს ის, რასაც ყოველთვის ლაპარაკობდა და რასაც აკეთებდა აქცენტებს, მოკლედ საზოგადოების მიმართ. და კიდე მნიშვნელოვანი რამ 2026-ში მოგეხსენებათ მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება და თუ არ მეშლება 2/3 მატჩების ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება ამერიკის სტადიონებზე. შეიძლება ნაკლები, მაგრამ პლუს-მინუს ესეა. და საფინალო მატჩი აქვე არის ნიუ-ჯერსის სტადიონზე, MetLife სტადიონია, საოცარი კონსტრუქცია, საოცარი ნაგებობა. მოკლედ იქ იქნება ჩემპიონატი და არ დაგვაუშვეს ოლიმპიადა. საზაფხულო ოლიმპიადა, რომელმაც ამერიკელებმა საფრანგეთიდან, კონკრეტულად პარიზიდან ჩირაღდანი გადაიტანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვინც ნახა პარიზის ოლიმპიადის დახურვა, იქ ტომ კრუზი ამ ჩირაღდნი და ასე შემდეგ. ეს ორივე დიდი ღონისძიება ემთხვევა ტრამპის საპრეზიდენტო პერიოდს. ესეც ძალიან დიდი პიარია, იმიტომ რომ გააკეთებენ ყველაფერს უმაღლეს დონეზე. და ამას ყველაფერს იმიტომ ლაპარაკობ, სენატს, კონგრესს, ფეხბურთს, ოლიმპიადას, რომ ეხლა უნდა განახორციელოს და განავითაროს ყველა ის დაპირება, რომ 2028-ში მისი ვიცე-პრეზიდენტი გახდეს ამერიკის პრეზიდენტი. და თუ JD Vance 2028-ში გახდება, ეს ნიშნავს, რომ ის 2 კადენციით იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. აი ესეა. დიდი შანსი აქვს რესპუბლიკელებს, რომ 12 წელი ქვეყნის მმართველობაში იყვნენ, მოკლედ. უცნაური ის არის, რომ ძალიან ბევრი ამ პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებას უწოდებს ფაშიზმის რევანშს. ჩემთვის წარმოუდგენელია, რატო ამბობენ, ან რატო აძლევენ ესეთ შეფასებებს. სხვათაშორის ჩვენ თანამემამულეებიც, როგორც აქ, ასევე საქართველოში, იმიტომ რომ თუ მართლა ფაშიზმზეა ლაპარაკი, ნუ მაშინ ლიბერალური ფაშიზმი, რაც ჩვენ ნახეთ ბოლო 4 წლის განმავლობაში, მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო. ასე რომ მე არ ვეთანხმები ესეთ შეფასებებს. ფაშიზმი იყო იქიდან, ლიბერალური მხრიდან. იმიტომ რომ განსხვავებული აზრი იბლოკებოდა, Facebook-ი ბლოკობდა აბსოლუტურად ყველაფერს. ნებისმიერი ვიდეო, რომელიც ატვირთული იყო YouTube-ზე და Google-ის ეგრეთ წოდებულ პროტოკოლს არ შეესაბამებოდა, ეგრევე იბლოკებოდა. ნუ ტელევიზიებზე ხო არ მაქვს ლაპარაკი. და სად იყო ფაშიზმი? გასაგებია მე მგონი, ხო? ამიტომ ეს რაღაც ბაბლი გაირღვა. ნუ ალბათ დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერებს სხვა არგუმენტი რომ არ აქვს, უბრალოდ იძახიან რომ უბრუნდნენ ფაშისტები, მაგრამ მე ამაში ნამდვილად არ ვეთანხმები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, პოდკასტიც ჩემია და ეს ჩემი სიზმარია, მოკლედ, ჩემი აზრებია. ეხლა ორი სიტყვით ვიტყვი საქართველოს. საქართველოში მე არჩევნებში მონაწილეობა ვერ მივიღე რიგი მიზეზების გამო, ჩემი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მაქვს და არჩევნების დღესაც ცოტა ადრე, ცოტა გვიან, პლუს-მინუს 2 დღით ადრე ეს პერიოდი ფიზიკურად ვერ შევძლებდი, როგორც მომენდომებინა. დიდი განსხვავება ტელეფონით სამეგობრო წრე,
ხვდებით ალბათ ეხა ვინც აქვს ცხოვრობთ ჩვენი გონება და ჩვენი სული და გული მაინც საქართველოშია და ბუნებრივია ყველას ნაცნობები ყავს, ყველას მეგობრები ყავს, ყველას გვაქვს ურთიერთობა და ბუნებრივია მეტნაკლებად ვიცოდი რა ხდებოდა, მაგრამ სანამ არ დადიხარ, სანამ აი შეთუნა რომ ნახულობ, ხალხს არ ელაპარაკები ქუჩაში და რაღაცა, მაინც მგონია რომ სუბიექტურია აქედან დანახული საქართველოს რეალობა. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ მე რომ მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა, სამთავრობო პარტიას დაუჯერდი მხარს, მან ოცნებას გულისხმობ. ვიღებთ იმისა, რომ ბევრი რამე არ მომწონს, სამაგიეროდ მისი ოპონენტებიდან მით უმეტეს იმ 4 პარტიიდან, ვინც ახლა საპარლამენტო ხმები აიღო, მათგან მე საერთოდ არანაირი საერთოდ ვერაფერ პოზიტიურს ვერ ვხედავ. პოზიტიურს კი არა, ქმედით უნარიანს. იმიტომ რომ ჩემთვის ეს ფაქტობრივად ერთი დიდი პარტიის განაყოფი არის, დაშლილი და რაღაცა თავიანთი სტრატეგია შემუშავებული, რომ ვითომ ცალ-ცალკე გავიდნენ და ბუნებრივია გახარია სარგულნოს, ხო გახარია ოცნების ის არის პროდუქტი, ნაშობი. აქედან გამომდინარე, იმედია, რომ აქ საქართველოში დამდგარი შედეგი, აქ დამდგარი შედეგი, ყველამ ვიცით, რომ ეს პირდაპირ კორელაციაში ერთმანეთთან და იმედი მაქვს, რომ მეტნაკლებად ყველაფერი დაალაგდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის სარტყელი გაივლის, იმედი მაქვს და ჩვენ ქვეყანას იმედი მაქვს, ხშირად ვამბობ, იმედი მაქვს, იმიტომ რომ დადასტურებით არაფრის თქმა არ შეიძლება. უბრალოდ იმედი მაქვს. და მთავარია, რომ დასავლეთიდან არ იყოს არასამართლიანი, არასწორი წნეხები და მოთხოვნები და ჩვენ ქვეყანას მე მგონი მიეცემა საშუალება, რომ რაღაც გამარჯვების სწორზე გავიდეს. მოკლედ სულ ეს იყო ეს ჩემი ემოციური ვიდეოა, იმიტომ რომ აქ ვიყავი და ხედავდი ამ ყველაფერს და ძალიანაც გამიხარდა, რომ ესე დამთავრდა ეს ყველაფერი რა. დიდი მადლობა და ვისაც მოგეწონათ, მოიწონეთ, ვისაც ძალიან მოგეწონათ, გამოიწერეთ კიდეც არხი. და შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ამერიკაში მძვინვარებს სიტყვის თავისუფლება და არ გაგიკვირდეთ თუ დავუშვათ ვიდეო აიტვირთა და რაღაცა პერიოდის მერე დაიკარგა რაღაცა და როგორც პირველ ვიდეოში ვთვლი, მე ვეცდები, რომ ამ ჩემი ნამუშევრების დუბლირება მოვახდინო პლატფორმა X-ზე, Telegram თავისთავად. ასე რომ ესეა. დროებით დიდი მადლობა.